გამარჯობა. მოკლედ გვამებით სავსე ქალაქში, სინათლით სავსე ქალაქში კი არა. როგორც ამას ის ამბობს, რომ კალა, სტანოგზე წაყენებული, დასაჭერად გამზადებული ვირთხა. მორიგი ბიძინა ივანიშვილის ისე კი არა, სინათლით სავსე ქალაქში, არა, გვამებით სავსე ქალაქში. და რას გულისხმობ ამას რა? აგერ უშიშვრების სამსახურის წინ რო უშინ თავი მოიკლავა ამბობენ, მაგრამ რომ მოკლეს უფრო დიდი დამარჯერებელი ვერსიით. და მერე წერილი რო დაუდოს უშიშროების თანამშრომელს ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების თანამშრომელს, რომელიც 2015 წლიდან იქ მუშაობდა. და რო გვაჯერებენ იმას, რომ გაირკვევა ყველაფერი. ეს არის მდინარაძის კისერზე ერთი ტრუპი კიდე, სხვადასხვის გვამებით სავსე ქალაქში, რა მოიტანა მდინარაძემ. ნახეთ რა მოიტანა მდინარაძემ ამ ეგრეთ წოდებული ფსევდო დაკავებებისა, ფსევდო კორუფციასთან ბრძოლისა და კიდე 1000 ტყუილის, რაც იქმნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანაში სოციალური ძიმე, სოციალური ფონის გადასაფარავად, მოიტანა გვამები. გვამები დაყარა ესე თბილისში და გარაუბნებში კი არა, აგერ ცენტრალურ უბნებში შეიძლება ადამიანმა თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს, აღმოაჩინოს მანქანაში ტვინგახრეტილი თანამოქალაქე. აი ეს მოიტანა მდინარაძეებმა, კობახიძეებმა, გარდა ის რომ ღარიბაშვილებმა და იმგენმა კიდე სხვა უბედურებები დაგვმართეს, ეხლა თუ საჭირო გახდება ღარიბაშვილსაც ნახავენ მანქანაში ტვინგახრეტილს. პრობლემა არ არის, იცოდეთ რომ ეს პრობლემა არ არის. აქ სხვა რაღაცაზეა ლაბარაკი. მე მინდა მოუწოდო სპეცსამსახურში ვინც ახართ ეხლა მაგ თანამშრომელს და მინდა როგორ მოგიწოდოთ, იცი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე კი არა. როგორც ძალოვანი უწყების თადარიგის ოფიცერმა მინდა მოგიწოდოთ. თქვენ საწოდავებო თქვენ რა. თქვენ უტრაკოებო და თქვენ გაუბედავებო, თქვენ სახელმწიფოზე არ მუშაობთ. მე არ დავიწყებ ახლა იმის გარჩევას, იქ ვიღაცა შეიძლება კარგი იყოს, იქ ვიღაცა შეიძლება არა, პროჭები ხართ ბიჭო. და რატო ხართ იცი პროჭები? თქვენ ზუსტად იცით, ვარაუდით კი არ იცით, თქვენ ზუსტად იცით, რა სიბინძურეს აკეთებთ. და ვისე მსახურებით იცით. და ალალი იყოს თქვენზე აი ესეთი დამოკიდებულება, რაც თქვენ თანამშრომელს გაუკეთეს ქუჩაში. ეს თქვენთვის კი არ არის საშიში და ცუდი, ეს საზოგადოებისთვის საშიში და ცუდია. რომელსაც ასეთ რაღაცეებს უკეთებთ. თორე თქვენთვის, თქვენ თუ მენანებოდეთ ძალიშვილი ვიყო, არა, თქვენ არ მენანებით არანაირად. უბრალოდ რო იცოდეთ ისე ყოველი შემთხვევისთვის რა, სანამდე ჩვეულებრივ მოქალაქეს გაუკეთებთ ამას და ქუჩაში ტვინგახრეტილს დააგდეთ, მანამდე ეს თქვენ გელით. ეს ბედი თქვენია. ეს თქვენს ბიძინა ივანიშვილის საბინძურ სამჭედლოში გამოჭედილი პროდუქტი არის. ტვინგახრეტილი ადამიანის ნახვა გინდა მანქანაში, გინდა საკეიფო დარბაზში, გინდა სად. და მე ახსნა განმარტებით წერილებს დაწერთ, რომ ვინმე მეჭვი არ მიიტანოს ისეთი ბრიყვები ხართ, რომ ამითი ალიბის გაკეთებაც გინდათ, მაგრამ არ მალავთ არაფერს, პასუხის გამცემი არავინ არ აქვს, ქვეყანაში ოპოზიცია არ არის, ქვეყანაში პროტესტი არ არის, ჯანსაღი ერთადერთი რაც გააკეთეთ, თქვენ გაუხრვით ტვინი ჯანსაღ საზოგადოებას. მნიშვნელობა არ აქვს ამას, როგორ გააკეთებთ, იდეოლოგიურად თქვენი შეძელით და ფიზიკურად თქვენი შეძელით. ჯანსაღი ნაწილი განდევნეთ ქვეყნიდან, ვინც გყავთ ჩმორში, ვინც არ გემორჩილებათ უხრეტავთ ტვინს. გვამებით სავსე ქალაქში. და ამ გვამებით სავსე ქალაქს ხელმძღვანელობს დღეს კალაძე, რომელიც ძალიან მალე დიდი ალბათობით ან პატიმარი გახდება, ან ერთ-ერთი გვამი გახდება, და პრობლემა არ არის და უშუალოდ ამ ეგრეთ წოდებული სანქციის გამცემი გვამებზე არის მდინარაძე. აი ეს არის ის რეალობა, რასაც საქართველოს ვერავინ ვერ იტყვის, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის, ვერც ერთი ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი ვერ იტყვის, ვერც ერთი პროზაიკოსი ამას ვერ აღწერს, ვერც ერთი პარლამენტარი ამაზე ლაპარაკს ვერ გაბედავს. კი, ციხეებში მიდიან, ჯდებიან 6 თვით, 7 თვით, 4 თვით, მაგრამ ისი გულისთვის? იქ მივალ, იქ არ მივალ, აქ არ მივალ, აქ არ მოვალ. კი, ამისთვის ერთმანეთს ვითომ ებრძვიან, მაგრამ რეალურად იმისთვის რომ სიმართლე ილაპარაკოს, ამის თქმა მხოლოდ ერთეულებს შეუძლია. და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე რა მაგარი ვარ და ამას ვაკეთებ, არა. მე გული მტკივა იმაზე, რომ მე სხვა არავინ არ მეგულება, რომ ამას თქვენ ასე პირდაპირ გეტყვით.
დააჩენი კი ქარაგმებით იქ რაღაცა ერთმანეთში ყავაზე გაცვლიან მესიჯებს რა ქოცება რა გააკეთეს ერთმანეთში მაგრამ რა ჩვენც ხო აკეთებდით ამას ნაცები იტყვიან რა თვითონ არ კლავდნენ თვითონ არ ტყნავდნენ მაპატიეთ სიტყვაზე როგორ არ კლავდნენ და როგორ არ ტყნავდნენ ეგენი კლავდნენ და ეგენი ტყნავდნენ თუ კეთდებოდა აბა ახლა ქოცება მაგენიდან ისწავლეს თუ არა კერძიდან კი არ დაყოლეთ მემკვიდრეობა ჩვეულებრივ მიღებული პოლიტიკური და ესე არის შემოკარგება ესე გაგრძელდება მანამდე სანამდე ქვეყანაში არ მოხდება დიდი საერთო საჯარო ნაციონალური მასშტაბის რევოლუცია და სანამ ამათ არ გავასამართლებთ ერთ დიდ ტრიბუნალზე რომელიც გაგვიუქმეს და გვაქვს რაღაცა შუპუსუს სასამართლო რომელსაც ხელმძღვანელობს მრუსიძე და არიან ქვეყანაში ისეთი ადვოკატები მაპატიოს ახლა ზოგიერთს არ ვეხები მაგრამ ალბათ კობაიძისნაირი ადვოკატები რომელიც პატიმარს ფულს ძალავენ ქართულ ოცნებასთან რო კარგათო და მე ქვეყნიდან ითესებიან მიდიან და მე ის პატიმრები ყვირიან ციხიდან ფული აგვახია და ციხეში დაგვტყობაო აი ესე აკეთებს სუსი ფულს ეგრეთ წოდებული ადვოკატებით ქვეყანაში არის გამეფებული კორუფცია და მე ანტიკორუფციული ბიუროს საგამოძიებლო ბიუროს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი იკლავს თუ კლავენ საკუთარ მანქანაში სუსის წინ თავს ჯერ ამას დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს რომ უწყების წინ გვამიდებს და სად შუა ქალაქში შუა თბილისში და ვინ დღე გადის საათები გადის და საზოგადოებას ალბათ ბოლოს გააცნობენ იმ წერილს რომელიც გვერდზეედო ბოდიში დედა ბოდიში მამა ბოდიში შვილო ბოდიში ცოლო მადლობა ბიძინა რომ ქვეყანა გადაარჩინე, მაგრამ მე არა ვარ ღირსი, რომ ვიმუშაო ამ უწყებაში, მე ცოდვილი ვარ და ამიტომ კარგად იხავით. აი ეს იქნება დამატებითი ცნობა, რომელსაც ჩვენ ამ ყოლელობის და ამ გვამის შესახებ მოგვაწვია. მადლობთ ყურადღებისთვის.